გამარჯობა ხალხო. პრივეტებს როგორ ახართ? როგორ ბრძანდებით? მოვედით და კალკულები გუშინ არ მოვსურვართ? როგორ ახართ? რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? ჩვენსკენ არაფერი ისეთი და ეჩემ გაციებულია და ცხვირში ჩაწვეთებას დედა შენ კი არ მეც გაცებული ვარ, გავციდი იმ დღეს აბაზანში, გაბანოში. კაგალი იმ დღეს შემციდა. გალი გუდი. ვაციო რაღაცნაირად. ცივა და გარეთ სახში ცივა. რა ამბავი აღარ ხურსებეთში თუ რა არის. ჩაკაჩუკი უნდა ალბათ. დაბერტყვა უნდა. ყოველ დღე მოვიდა რა ყოველ მეორე დღეს დაბერტყვა ყელში. უეძიება. ქვეყანი ბოდიალი უნდა. ტრუბები უნდა მოხსნა იქ უნდა გავერტყო ის. უნდა გავერტყო და მაგარი სიცივია. დღეს ცივა. შორი დღე, მაგრამ ხვალ კაი ამიდიაკა. გამოცხადებელი მე მგონი. მზე. მზე და მთვარე. შენც რაღაც თუთხუნებ რა გჭირ ჩაიცხი შენ წარა იმ წვირში. მაინდა გაგიჯდეთ. ეგ რას უშველის მე? გაგხსნის ცხვირში და ნორმალურად მაინც უსულდა. ყოველ წუთში ესე მაინც არის იზავ. რო არ იყოს კიდე მწამს. ოკეი, რა გჭირს უფრა. მამაში იმას აქ რა ქვია? ამადგილას. გაგიწკაცო. უფ. ლახამინდი არის სიცივიერით. ქარი კი არ არის, მაგრამ ხვალ არა და ზიგარი ქარი. ქარი არ მიყვარს. ქარი არ მიყვარს, ყინვები არ მიყვარს. იდე დასკალული რო არის ისა რა ქვია. ყველაფერი და არაფერი მუშაობს. მუშაობს არ მუშაობს. ვირუსი გრიპი გრახა არის. ვირუსია თუ გრიპია რა ვიცი. პირდაპირ ვირუსი გვხდება, გრიპი მე მგონი აღარც არსებობს. იმუნიტეტი ძლიერია თუ არა. ვაიმე დედა რა გაქვნა. ასე რომ მიტრანჯა ნოკაუტში მივარდება. ვაი. კლაცანს უშრევა წინ. წელი არა. ეს. ზაგი. ნოკაუტში ჩაგდების დრო არის, გაიცადი ახლა. ადრე ნოკაუტი. ადრე ნოკაუტი. დაჭილი ვარ კი ერგეჭი დავები შეცე. მე რა უნდა და მეჭიდო.
ცუდია საქმე. ყველაფერი გახავს საქმე. რა საქმე? ნაი რაღაცა რომ გააკეთო. მე გარეთ ცივა, რა უნდა გააკეთო დამშუღა ისეს? სახში ცივა. მაიმედედა. თვალები მეკა. როცა პეჩია და სამეთრ ხო უჭის უკვე მე პეჩს გახურებ. რუბის ბული აღარ გადის. კარებში გამოდის. მე შეიძლება ბუთქოს. პეჩმა. ბუთქონით არ პუპუპუპუს შევა. ეს ეკნას და გამოგულოს. როი გავა გარეთ. ნენდრის აბანოში ბუთქა პეჩმა. და იმიტომ იმას აკნა რა ქვია. დაბოლა ყველაფერი. მია ფუტქუნა. ფატკ. დაბოლა და არ იყო მოკიდებოდა იმიტომ ბუთქა. და იქაც ნაცარია გამოსაღები და იმიტომ. ყველგან ნაცარი, მაგრამ აქ დილას გამოვიდე ქვეყნის ნაცარი ერთი ვედრე ნაცარი გამოვიდე. სხვა ვედრა მინდა იქ ვედრა აღარ ვარ გადახეულია. გადის ნაცრები წინ და გვერდებზე. რა დახეული? ისა. ვედრა რამ დახია? დაიგლი გაფუჭდა კაცო და გასკდა გამოსკდა. პლასმასის იყო ხანა კვერცხალი ჩაგვივარდა და ხარა გადნა. იმ დღეს მაგალითად ნაკვერცხელი მთელი გვიანობამდე რო ენტო ნაკვერცხალი იყო დილით. დილით ნაკვერცხალი იყო. ჩემის არ იყოს ხოშორიო თუ რა სიძახის. ჭვარტლი ეგრეთ წოდებული მურია ჭვარტლი. ხოშორი კიდე ეგრეთ წოდებული ისა. ნაცარი კი არა და ისა რა ქვია. ნაკვერცხალი. ხოშორი. წყალი მიდგას ახლა. წყალი მიდგას. არაყი არა ისე გონოს. არაყი დაუხრათ მინდა კაცო, რომელიც მელიმეო. ისე უნდა დააკონკრეტო ხოლმე, თორე ზოგში ზოგი ცოტა ის არის რა ქვია. არაყი დაჭდა. ხახრო ზოგ პინჩი უჭირებს და უნდა დააკონკრეტო. ზოგი კატეგორია არის ადამიანების ინტერნეტ სივრცეში რომელსაც ძალიან უჭირებს ტვინში. აი იმას შევხედოთ კამერას, ორი ჩვენც არ მოგწერონ. კამერას შევუყურეთო. იცი რა არის? მე პასუხს არ გავცევ. ეგრევე იმას ვიზარდე, მოუსვლეში გავუშვებ. მოუსვლეში. ой, მოუსვლეში უშვებ ხოლმე ეგეთებს. ბლოგამს. დაბლოკო რა თქინე, მგნეი უკო. უგუღმართი. ცოტა იყვნენ და ნორმალური. ცოტა იყოს და კარგი ხალხი. არქიჩევნია და ადეკვატური. ტვინში რო უჭირებს ისეთი ხალხი არ გვინდა. ნორმალური ხალხი.
რა ცხოვრება ახლა კარგი არის. ყველაფერს რო გასწავლიან. აქეთ სასწავლებელი. მოსპარია და მონადგურებული და კიდე კარგად ავართ. ასო მოსწავლო მიმოს კი არ ვიძახ ჭინავდი კი არა ვარ. სწავლებასაც გააჩნია დედა. უაზრთო შემოფერთხდება ისე ფეხი აუწდება ყველა სხარტანი კი არ უნდა გაადინოს ჩვენთან YouTube-ში. შემოვლები აქვს ხოლმე. ამ წელსაც ხო უნდა შემოიარო. წინა წელს იყვნენ. ახლაც ხო უნდა შემოიარო. 2026-ში ხო სალაპარაკო ხო მოგცე რაღაცა. თემა. ო თემა უნდა გაიხსნას ტვიჩში. ისე არ უნდა გაცე პასუხიო და კი არ უნდა გაცე, უნდა გახეთქო გულზე. რა უნდა ქნა? მე იმას აქნა რაღაცა უნდა უთხრა გულზე უნდა გახეთქო. არ უნდა დაბლოკო. რო ჩაუწერ ვიდეოს, ხო? მაშინ აქ თუ რამე დაწერე უნდა მაშინ დაბლოკო. გულზე უნდა გახეთქო, ეგეთი. მიყვარს ეგეთები რომ გულზე სკტებიან ხოლმე. რატო გწყინთო მე ნიჭო? რატო იმას აშვებია რა ქვია? ჰა? რატო გწყინთო მიდიოთ? არა, კი არა გწყინს უბრალოდ პასუხი უნდა გეიცეს ეგეთ. არა მწყინს, მაგრამ იცი რა არის? ის არის რა ქვია? არა მკითხე მოამბეს. პასუხი ყოველთვის უნდა დაუბრუნო. დებილი იგონები პასუხი რო არ დაუბრუნო. ხო. აი მაგათ ბატონს რაღაცას. არ მაინტერესებსო და ისავ რა ქვია. აინტერესებს. რო არ აინტერესებდეს არ დავიჯდებოდა კომენტარებს არ დავიწერდა. ასკროლე. თუ ვიღაც არ მოგწონს, შეიძლება ასკროლო. ახლა ზოგადად ტელევიზორში ხო არის. არხი არ მომწონს, აი მაგალითად გადაცემა არ მომწონს. ტელევიზია მაგალითად არ მომწონს. არ მომწონს მათი გადაცემები. არ უყურებ, ხო? ხო. გინდა სერიალი ახლა, სერიალი არ უყურებ. არ მომწონს, ხო? ან ფილმი. არ მომწონს, გადართე. ხო, ზოგადად როცა რაღაცა არ მომწონს, ის ჩემია ასკროლო. იმ ისა რა ქვია, ბილწიენის და უღმართი აკაჩკიცება ხელის. ხო. ცუდი იმის დაწერას, ისევე შენ გამოდიხარ და ცუდი და შენ ილანცხები, მე კი არა. მე კი არ ვემაგლდება, რო წერენ პირიქით იმათ ატკბდება. ხო, არ ვუყურებ, აი მაგალითად, ბევრი ის არის რა ქვია, გადაცემები კარგი, ზოგს მოსწონს ყველას არჩევანზე არის. მის როგორ მოწონს, ზოგს ასე მოწონს, ზოგს ის მოწონს, ზოგს. არ მომწონს, არ უყურებ იმას. აი მაგალითად ეხლა რო 9 საათზე სერიალი გადის. ხო. ადამიანს ხო შეიძლება არ მოიწონოს ის სერიალი. კი, რა თქმა უნდა. და სულ სხვა რაღაცას უყუროს. კი, რა თქმა უნდა, ბრა. შეიძლება არ მოიწონოს და გადართე კი არავინ გაწალებს იმის ყურებას, ხო? დამბაჩი კი არავინ დადგას რო გინდა თუ არ უყურეო. ახლა არავის არ ავთხოვთ. რამდენი გამომწერი, ნუ რამდენი გამომწერი მოგომატა. არ შეიძლება ზოგადად. რაღაცა ვიდეო TikTok-ში არ მოგეწონა, მაგალითად, ასკროლე. ვიღაცის არხი არ მომწონს, ვიღაცის ვიდეოები, წადი ასკროლე რა. ქშა. არც ცუდი დაუწერო, არც კარგი დაუწერო. არც ერთი გინდა და არც მეორე. არ მოგეწონა? წავიდეს. ასკროლე. შეგიძლია. ბევრი არ მოგწონს ადამიანს. ადამიანი ის არის რა ქვია. თუ smartphone არ გიჭედავს და ის არის რა ქვია, გამოსაცვლელი არ გაქვს ასკროლე შეგიძლია. ადამიანი ზოგადად ზოგს მოეწონები, ზოგს არ მოეწონები მე.
მას კი არ ვიძახი. ეგ გავიგე. ყველას ვერ მოეწონებით და ყველა ვერ მოგვეწონება და მაგრამ ჩვენ იმის რაღაც ლანძღავი მაგრამ ჩვენ იმის უფლება კი არ მოგცა უფალმა რომ რა შევიგე. იმის უფლება კი არ მოგცა უფალმა რომ ის არის რა ქვია. მე განსაჯო ის ადამიანი სადაც გინდა იქ გაიხედავს თავისი არხია. გინდა იქ ახლა ზოგადად იმას უნდა რაღაცას რო აკეთებ ტელევიზიაში აი ტელეფონში ვერ შეხედავ ყოველ წუთში იმიტომ რომ ახლა თქვათ რომ ჭრიდი იმას რა ქვია რაღაცას აკეთებ და ხავს ხომ მივითალე მან ყურებით ხელები თქვათ კარტოფილს ვთვლი ხომ მოვიჭერი ხელები ელემენტარული არა სტაფილოს ხეხა ხო სახეხზე იქ რო უყურო იმაში კამერაში რო უყურო სახეხზე რომ მიყვა მთლიანი ხელები ისე იმასი და რა ქვია გახეხავ რომ მთლიან ხელს მე მგონი აკადეა მიიხეხა ზოგადად ეგრეა მაგალითად რომ ან რაღაცას აკეთებ ვიდეოში ხო რაღაცას აჭვენს აკეთებ იმას ხო არ იმასია რომ ბევრი არაფერი მოგივიდეს ჩაფრა იყო უნდა იყურო ახლა გარეთაც რაღაცას რო აკეთებ ხო ყოველ წუთში იმასთან ხო არ მოხვალ ტელეფონთან მოხვალ იმ შემთხვევაში რომ დიდი არ გამოვიდეს და იმ შემთხვევაში შეიძლება ხო ჩაიხედა თორე რაღაც და თუ რამე ჩანს ცუდად ხო ცუდად თუ არაფერი ხო არა დგას ხო იმ შემთხვევაში როცა რაღაცას აკეთებ ზოგადად ვერ იყურები პირდაპირ ან როცა საუბრობ კიდეც მიხედავ კი უყურებ კამერას მაგრამ როცა საუბრობ ხან იქით გაიხედავ აბა როგორ უნდა აბა როგორი აი ერთ წერტილში უნდა უყურო იმ წერტილში ასე უნდა იყურო ასე ერთი მას რა ქვია აქეთ მხარეს უნდა უყურო კამერას არც უნდა დაახამხომო თვალი არც უნდა გამოძრავდე ეგრე უნდა ხალხს ზოგს ზოგადად ეგრეა და როცა რაღაცას აკეთებ კამერაში ვერ გაიხედავ კი შეიხედავ YouTube რა არის მაგასთან YouTube კიდე ის არის რა ქვია სამეფოა Facebook-ი არის რაც არის Facebook-ში არის ისეთი ხალხი რომ ის არის რა ქვია რა ვიცი კიდე ეს არ მესმის რომ აი ბავშვებს ზოგი ასე მგონია იყენებს მეთქი ბავშვებს აი ამატყობობის გამო რომ ფული ჩარიცხონ აიმე ბავშვი როგორ უნდა გამოიყენო კი მესმის შეიძლება გაგიჭირდეთ ჯანმრთელობა გიჭირდეთ და იძინებებაში მესმის შეიძლება გიჭირდეს ადამიანს და დახმარება ითხოვო ნებისმიერ რაღაცაზე ნამდვილად კიდეც უნდა დაეხმარო ეგეთ ადამიანს მაგრამ ზოგი რა ვიცი ეს პრინციპში ახლა ისეთი დრო არის მაგასაც ვეღარ ენდობი უკვე მაგ ვიდეოსაც ვეღარ ენდობი აი მე პირადად მაგ ვიდეოსაც ვეღარ ენდობი რო გადაურიცხო თქვათ ფული და ის არის რა ქვია არ უაზროდ გამოიყენოს და იმისთვის არ უნდოდეს მე ხო დაკარგავ შენს იმ ფულს არა ლარი და 2 ლარი რა არის ახლა 1 ლარი და 2 ლარი არაფერი მაგრამ ზოგი რო ბევრს ითხოვს ხო და თითო ლარი რო ჩარიცხო ვინსაც უჭირს და ვინც გაჭირებულია ის თითო ლარიც იმისთვის სასარგებლოა ისე პრინციპში თუ ხელფეხი გაგდა შეგიძლია რომ შენით მოიპოვო ის რა ქვია ფული თუ ხელფეხი არა ჯანმრთელობაზე ვიძახე გიორგი ჰა ჯანმრთელობაზე ვამბობ მე იმაზე კი არა ზოგადად მოყევი ახლა შენ რაზე ხო თუ გინდა რომ იმაზე რა ქვია იმას აქნა ეს ვამბობ და მოიპოვო შენით ფული უნდა წახვიდე და მუშაობა თუ შეგიძლია და ხელფეხი გაგ არ უნდა ჭირდებოდეს ვიღაცისთვის თხოვნა არ უნდა მოთხოვო ვიღაცას თუ ხელფეხი გაგ და შეგიძლია ჯანმრთელობის მიერ ხა ზოგი ბევრი გაჭირებული გიორგი ბევრი
ზოგს უჭირს ნუ იყივი. გაჭირ ვისაც უჭირს და ინტერნეტში შემოსვლის ის არ აქვს. ვისაც მართლა უჭირს. ჯანმრთელობაზე ნამდვილად თუ მართლა უჭირს, შეიძლება დაეხმარო. შეიძლება კი არა და დაეხმარო. მაგრამ აი ესე რო ზიანდა, უბრალოდ ითხოვე ნამდვილად ეგ სისულელი არავის არ უნდა მასქნა რა ქვია. მაგრამ რა ვიცი, მაინც იმას აშვებია რა ქვია, ურიცხავენ და. ვისაც მართლა სჭირდება, რა ვიცი, TikTok-მა გაამკაცრა ყველაფერიო და რა ვიცი, მე მანდ გამკაცრებული მე ვერ ნახე. გამკაცრა არ გადაა. მაინც ისევე ისე ზიან და მაინც ისევე ისე ითხოვენ ფულს. ახლა ის 9 ის რო არის რა ქვია. შვილი რო იყო და ახლა რავი რა ქვია. ირინა, ხო? ხო. აი რატომ ზის? ვისგან აყავს ის შვილი? წავიდეს და იმ კაცს მოთხოვს მოუდანოს. ისიც ითხოვს მე ბავშვის მამა. ის მამა. ხო, ის არის მამა, აბა ვინ არის? ეგ არის. თანიცი რა არის? ეს ადრე თავიდან რო დაიწყო მაგანისა რა ქვია, TikTok-ერობა. კატები ყავდა, იმ რაჭაში ცხოვრობდა. კატებისთვის ითხოვდა ვითომ ფულს. ის კატებიც ხომ მიაგდო, მიყარა იქ, დატოვა სადღაც. სახლიც ისე მიატოვა, მე მგონი აღარც ჩადის. მე მგონი არ ვერც გაყიდა. ისე მიატოვა ის სახლიც. ის კატებიც ხომ მიყარა. ჩამოვიდა აქ. ქირასაც ქირით არის მე მგონი. გუშინ მუსმენდი, გუშინ იყო თუ იმ დროს იყო. უბრალოდ შემხვდა, ის არისო. 800 ლარი მაქვს, ასაგროვებელიო 800 ლარია გადასახადი. რისი? ბინის ქირა. მე ბავშვს პამპერსი უნდა, ის უნდა, რა ქვია, ჩაცმა უნდა. ხა მის ქალი ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ პატარა ყავს. მაგრამ ვისიც არის? იმას ის რატო არ აზროვნებს, რომ შვილის დახმარება უნდა და რაღაცა უნდა. რა ვიცი, მე ხალხის იმედისთვის აჩენდნენ ბავშვს. ის ბავშვი რო გაიზრდება არ ეტყვის რა, სხვის კისერზე რო გამზარდეთ, ის არის, თქვენ არ შეგეძულოთ, ისაო. მაგრამ მიაჩვევენ მაგ ბავშვს. სადაც გაიზრდება ადამიანი, ისეთი იზრდება. მეგეთა მიეჩვევა და ის გიოდამარი აღარ ავოდის რატომ ხაც. გუში შემხვდა მე. ეგრე იცის. მოვედით ჭიტა. ეგრე იცის ხოლმე. მოვედით. ორივე მოვიდა. უშინ ორივე იყვნენ. ჭიტა. რაღაცები მოიტანეს საჭმელები გონი. ჭიტა მოვედით. ეგრე იცის ხოლმე. ჭიტა. აი მე თოდა ლოცულო აი არ ვიცი რა. ერთი კიდე ყვითელთმიანი გოგო არის. ის არის გიორგი. ის რამდენი ხანი აღარ მოსულა. TikTok-ში ხო? ყვითელთმიანია, მანქანაში ჩამოდის, დუხებს რაღაცებს ხსნის, თვითონ. ხო. აი ვიცი, ხო. ხო. მაგრამ დაქნეული და მანქანაში იღებს სულ. მე მგონი სახლი არც აქ თუ რა არის, ვერ გავიგე. ან მე მგონი სხვის დუხებს ხსნის. ერთ-ორ წელს გახსნის დანარჩენი ყუთებით აჩვენებს. ხო. მე მგონი მაღაზიიდან გამოიტანს მათხოვე ეუბნება და ისევე აბრუნებს. უკან აბრუნებს ისევე. სულ მანქანაში რო არის მე. ხო. სახლი რო არ ქოდის იმნაირ მანქანას აიდან ეუბნება. ან შეიძლება იმ მანქანა ცხვისია რა ძველი. შეიძლება ახლობლის არის მე უკვე აღარ პრიზ აღარ მჯერა, მე რა ვიცი, ვეღარ გავიგე სიმართლეს ამბობს და ვინ სიცრუეს. ხო, მოდის და ის არისო. აჩვენებს დუხებს იმებს და ვიღაცას დაუწყო, მგონი ის TikTok-ზე კახეთში წავიდა ის ადამიანი. შვილი მგონი ახლა ეყოლათ. იქ რაღაცებს აკეთებს და
მგონი იმათ ლანძღავს. რაღაცა იგრე მგონია. მეო მოდელი ვარო და იწევდა ვარო ყვითელი თმები. ვიცი მოდელი ვარო. ქუდით გამოდის ხო კეპტენი ქუდით სახურავს ხო? მოგამ შეხვედრა. აღარ მოსულა ამდენი ხანი აღარ შეხვედრა. გაქრეს. იმ დღეს ამოვივიდა მე არა. პირველად დავინახე იმ დღეს მე იმას ვიძახონი. ეს ვინ არის თქო? რავი ხანდახან ხშირად რაღაცა ვიღარ შემორბიან. თუ გაბრაზ და მე რა ვიცი გაბრაზ და არ ვიცი მაგრამ იმ დღეს კიდე ეს არის რა ქვია 11-12 წლის ბავშვი იქნებოდა იმაში იჯდა რა ქვია ლაივში იქნებოდა ეგრე ზიან ხო 11-12 წლის ბავშვი იმას საშვებოდა ხოლმე რა ქვია ვიღაცებს ჩართავდა იმ ტიკტოკერებს ლანძღავდა აგინებდა ბავშვი ხო ძალიან კარგად უქნია თუ აგინებდა ერთმა კი უთხრა შენ შვილო პატრონი არ აკავს მანდრო ზიხარო ხვალ სკოლაში არ მიდიხარო და არა მე სკოლაში არ დავდივარო ამ ბავშვმა ეგეთი სიტყვები როგორ უნდა ამოუშვას პირიდან მე რო იმის მშობელი ყოფილიყავი ხო იმ ლაივში ვთქებავდი პირდაპირ რა უდოდა 12 წელს ბავშვი ლაივში რაც ბეჭევა ხაჩართა ლაივი ზოგადად არ მიყვარს ლაივში ჩართვა და ის არის რა ქვია მე ლაივი ხო საჯაროდ მიდის ყველა საჯაროა ის ლაივი ყველა ძაღლი მამა ძაღლი მარტო ლაივში შემოდის აგიშლიან ნერვებს იცელა მე მაგალითად ლაივი რამდენჯერ ჩავდე ისე ლაივი არ ამთავრებინეს რომ ვიღაცას არ იმას აქვს რა ქვია ვიღაცა არ მიულანწყო არა და სხვათა შორის ლაივის ეგეთები ხო ეგეთი ჯანდაბას მაგების თავი დავანებოთ მაგრამ ლაივი იმისთვისაც არის YouTube-ში კარგი რომ ისინი შემოდის რა ქვია გამოწერები გემატერა ეგ არის მართლა აი იმისთვის მიყვარს ერთი მაგ ხრივ არის კარგი თორე დანარჩენი კაპიკატ არ ვარ გა ეგ უნდა ჩართო რომ მოგივიდეს გამომწერები ერთი დღე მართლა ვცადოთ ამ ტელეფონიდან ხო ჩავერთია რა ხო ერთი წუთი გარეთ გავალ და მოყვარ ხო მიდი ხო და ის არის რა ქვია იმ ბავშვს ეს სწორად ჩუულებრივ ასეთ ჩაირთვება ამ ტელეფონში ლაივი ასე არა მგონია ასე ასე რა ტელეფონია ესე ლაივს ვერ ჩართავ ვერა არა ო წადი მე რა ვიცი ხალხო რა ყველა ლაივში ის მე რა ვიცი რა ხრინოს მეჩები
Çürü duruşu işte ben. Çürü çarşaf yeri diye. O değil nasıl yer, o gidiyor bak. Kendi Ne yapayım? Ой. Ayakları butalayıp yara. ისარი. რა გითხარით? იმ დროს ხალხო პოლებ ის არის ღორისთვის წყალი ვათმობ ხოლმე ღორების და ქათმებისთვის ცოტა ცხელი წყალი დაუსხა რომ როცივა მეწოდებიან. რა ვქენი ის ქვაბი მიდგას და გაზიდან ავიღე ქვაბი მაგიდაზე ვედრა დავდევი რატო დავდევი მაგიდაზე რა ვიცი მე დაბლა არ დავიყვარო ზუალდა. ხო. იმაზე დავდევო რა ქვია. ჩავასხი და ცოტა გადავასხი ვასხამ და გამისხდა ხელიდან რა ვიცი ქვაბი. რო დაიწყო ამ წყალმა თხრიშინი. ვედრაც გადაბრუნდა? არა ვედრა არა ის გამივარდა. ქვაბი. გამივარდა ქვაბი თხრიშინით. და დავასხი პოლზე ეს. იატაკზე, სკამებით დაუსვენებია. სკამები მივაყოლეს სისველეს. იატაკის ვაგიდო ხო. ჩაჟივებული იყო იმისგან პოლი. ასე გონია ტაბა შემოვიდა უზღვაო რა იმაში აქვია. აი იქით კუხნაში. ძლივს ავამშრალი ხალხო. იდილადრე. მოწმინე იდილადრე გამოუგველი პოლი. მოწმინე ეს გამოუგველი პოლი ხო მტვერიავა თავისთავად რამეები. იატაკი რო არ არის გამოგველი. ხო, ყოველ წუთში რეცხავდი იმ პირს. ძლივს ავაშრებდი წყალი დამეღვა რა. კინა ღამი ფაქტი მივიღე. ფუ მოგადაშენდა ჩემი თავი. ფუ ჯანდაბადა. დოზანა და ფაფაგი ჭირა სამხელებში და რაღაცა ვილანძღე და ვითათხე ჩემ თავს. მე ხო მოვწვინდი. მივალაგე ახლა და დავიწყე სკამების გაშრობა ფეჩთან. მისი მალე გაშრობა ისა ძალიან არ დასვერდა ეთქო. შიგნი ხო იყო შეწეული და აი სადაც ის არის რა ქვია კლიონკა რო აქვს ჩამოფარებული იქ კუთხეები დაუსველდა თუ არა. მე კი ვერ დავჯექი. მე ნონა მოვიდა. ნონა ვერ დავსვი დივანზე დავსვი. იქანა სკამზე ის გადავაფარე. ვერ დავჯექით მაგიდას. აბა მაგიდას რაღაც დაჭდებოდი ძველი. გადავაფარე სკამზე ისა ჩაისტილო. ისა რო ხი და იქ მივართვი ყავა ის ქონდა პერაშკები რო დავაცხე. იმის მეორე დღეს პერაშკები რო დავაცხე, იმის მეორე დღეს. ღვეზელები რო გამოვაცხე. იმის მეორე დღეს დავათქლიშინე დილად. ისა, მე კოკა-კოლა მქონდა ისიც მიუტანე, დავაუსხი. მე თქვი ახლა ესეც არ დაითხრიშოს მე და. მე კიდე პატარა ტაბურეტკები რო გვაქვს აი მისი. პუხები, აი მისი, რა ქვია, აი მისი. რა ქვია იმას უგალოკებთ რაღაცა ხო? ხო, აი იმაზე ჩამოვჯექი ხან დივანზე მივჯექი ხან იქავდექი ხან გამოვდექი. სველი იყო სკამები, რომ დამისველდებოდი, დავსველდებოდით. ხო. გავამშრალი, ძლივს ავაშრე პოლი დამაგლიჯა ნერვი. ეს ხელ კიდე წვიმს ხალხნო წვიმა არის მე იმ წვიმა მეა. ზაფხული იყო გონი. ხო, გონი. ხო. და იქით ოთახში ვართ, აქეთ არ ვიყავით, იქით ვიყავით. აქ კი ქონდა კუხნა, მაგრამ არ ვიყავით. აქ არა ქონდა იქ ძველი კუხნა. ხო, ძველი, ხო. ეს არის ხო მაშინ. ხო, ძველი სამზარეულო ქონდა, იქ ვიყავით გასული. მარანისადაც აგვაქვს ეხლა. ეხლა მარანისადაც არის, იქ ქონდა სამზარეულო. სამზარეულო, ხო, იქ იყო. ხო, და
გააწვიმდა ხალხი, და ბები შენი არ იყო, ბებია იყო დაწვიმში. ჩემი არ იყო. გააწვიმდა. რაჭაში იყვნენ მგონი რაღაცა წასულები არ მახსოვს. გააწვიმდა ხალხო, რას გააწვიმდა? ვაიმე. წყალი შემოდი. ოთახში რა შემოვიდა წყალი, ხო? ოთახში, აი ოთახთან არის აი ამ ხელაზე დაგებული ისა, რომ ადგა. კიბეს არის, კიბე არის. კიბეს არის. იქ რანაირად გაივსო ის ტერიტორია წყალი და შემოვიდა ოთახში დედა. ასე ცურა ყველაფერი. დივანი, დივნები. მე პატარა ვიყავი რაში. ძალიან პატარა არ არა, ძალიან პატარა არა, მაგრამ. ვალა გაიმე ძლის გამოვამშრალი. აქ გამოვამშრალებდი, დივნიდან გამოდიოდა წყალი, იქ მოუწვენდავდი, იქიდან გავიდოდა, აქ გამოწვენდავდი. მე დავჯექი და ვტიროვდი. შემოვიდა წყალი, შემოდიოდა წყალი, რა აზრი გქონდა იმ მოშორებას. გარეთ მერე, აი ეს ადგილი, აი სამზარეულო სადაც არის ახლა. ეგ მაშინ იყო მე მგონი სავსე, ხო? მაშინაც იყო და ბებორო ნახეშიც იყო. ნახეში. ო, იმ დღესაც მაგარი წვიმა იყო. ხო. იმ დღეს აი ესეც სავსე იყო. რა, მანდ ოთახი იყო. არა, ოთახი არ იყო მაშინ. არა? არა. არა, თხილი არა, იყო. ოთახში არ იყო. ოთახი არ იყო. თხილები გვყარა ხოლმე. მანდ. ხო, თხილი გვყარა, ხო, მართალია. გაივსო ეგ. თხილის ნაჭუჭი გქონდა მოტანილი ხა. გაივსო, მაშინ ოთახი არც აქ არ იყო. არც აქ არის. ესეც სავსე იყო, იქიდან ხო ის არა ქონდა. ხო. რა ქვია? მოხსნილი. იქით მხარეს ახლა დივანი სადაც ადგას, იქით მხარეს ის არ ქონდა რა ქვია, სახურავი და იქიდან ჩამოვიდა. ესეც სავსე იყო. ისიც სავსე იყო. ამოხრმავებული იყო ხოლმე იქა და ისიც სავსე იყო. ხო. სულტბა იყო ხალხო. ჯერ ძლივს ავწმინდე. მერე ზაფხულში იქ ჩვენ რა გქონდა, იცი ხალხო, რომ ფეჩზე გქონდა. უმელზე გქონდა რაღაცა გაკეთებული ბუნკერებით. ხო. და მაშინ ყრიდით იმას რა ქვია? თხილს. ჩაუკიდებდით ცეცხლს და ჩვეულებრივად იწვებოდა. ენთებოდა ჩვეულებრივად. ხო. მე კარებში ჩვეულებრივად მიდიოდა ის თხილი. ბოლი, ხო. იწვებოდა გიორგი და იწვებოდა და შედიოდა, მე ნაცარს გამოვიღებდით ქვეშიდან. ხო. ხო. ნელ-ნელად დაამატებდი თუ ჩაიწვებოდა. როგორც აი ნავთი ეწვეთება ეგრე, ნავთი ისიც გქონდა ადრე. ეგ არ ვიცი, მაგრამ ეს არის რა ქვია. დაამატებდი როგორც ღუმე შეშაუნა შეუნთო. ზემოდან ჩაყრიდი, ზემოდან ჩაყრიდი რა, ზაბრივითი. აი ესე კუთხედად იყო გაშენებული და კარებში იყო ასეთი რაღაცა იყო და ესე მახედი, ხო. ხო, ოთხკუთხედი, კარებში იყო შედგმული. ოღონდ დამაგრებული ჩურვა, რომ კარები მოხსნილი იყო, კარები არ ქონდა. ჩავყრიდი ზემოდან დასახური ქონდა ზემოდან. ხო, ზემოდან ის ქონდა დასახური. ბოლი არ ამოსულიყო. ვაიმე რაც ჩვენ თხილებს ავ. რამდენი თხილი იყო ხალხო, ნო? იმ ნაჭუჭში. ხო. ჩარჩენი. მე ამ თხილებს რო კრეფავდით ხალხო. გავრეცხავდით, აი კარგა, გამდინარე წყალში. მართლა გამდინარე წყალში გავრეცხავდით. დავყრიდით ესე პოდნოცებზე, დავაშროვდით. აი ფეჩის ქვეშ. ისე კოხტათ შრებოდა და კნაწაკუნწი გაგვიდიოდა. მე მოხალავდით. ვაიმე რა კაი იყო. მე იმ წელს ზუსტად იმ წელს ჩუჩხელად მაგი თხილისგან გავაკეთეთ. ხო, გავრეცხეთ და გავრეცხეთ, გავაშრეთ და არა, გავრეცხეთ გიორგი. გავრეცხე, არა, გავშრობათ და მე უჭირდა გამვა. გავრეცხე და სველები ავაცი და მე ფეჩთან გავაშრე. ხო, მე ფეჩთან გაშრა, ღუმელთან გაშრა, ხო. ხო, და მე ამოვავლე. ისეთი ღუმელთან გადაიღეო თუ ერთხელ ისაუ რა ქვია, ვიდეო ყავაზეო და როგორ დავჯდეთ არ ვიცი. იქით აქეთ. და შუაში ღუმელი უნდა იყოს. გავაკეთოთ ეგ. ხვალე. კოფე. დავლივოთ. არა თქმილეული გვინდა რაღაცა. ორიდან თველი შეგავთ. საიდან შუაღამისას მივდივარ ხოლმე და ღამე კიდე ყავას ყوار დავლე. ისედაც არ ამძინავს. ცოტა ადრე წადია. სანამ მე გავიყვიძებ და დგები ლოგინი და მოდი 3 საათი, 4 საათი კიდე. ის არის რა ქვია. ადრე წადი კაცო. რო ისვენებს ხალხო.
დასვენებები გვაქვს ახლა ჯერ არ ყავს ქათამი და ის არის რა ქვია. გიორგი გვიანობამდე ძინავს. გვიან მეძინება ღამე და მე გვიან რო ვდგები. გვიან მეძინება ღამე. მე გვიან იმასავშვები რა ქვია, გვიან ვდგები მეორე დღეს. ნაჭუჭებს რო ჩავყრიდით იმაში, აუ რამდენი თხილი იყო. თან ზოგი მთლიანები იყო, ზოგი შუაზე გაყოფილი. ზოგი შუაზე გაყოფილი. ვაიმე რამდენი იყო. ვიდექით და ვარჩევდით. ერთი რა ვიცი მე რამდენი ქვეყანას სულ თელი ზამთარი თხილი გქონდა. ო ის სავსე იყო ის რა ქვია. ის ოთახი. სავსე. ის ოთახი ახლა საძინებელია იქა. მაგრამ მარანი უნდა გაკეთდეს. მან და მარანი და აბანო გვინდა ახალი გაკეთება ხალხო. მარანი და ახალი აბაზანა. ო გავარემონტეთ მაგას გავალამაზეთ გავასუფთავეთ. არ ვიცი იმ დღეს აბაზანაზე გამახსენდა ახლა. იმ დღეს პინტერესტს ვათვალელებდი და ისინი ამომიგდო აბაზანის სურათები, ისინი ფოტოები გადაღებული. ვაიმე ისეთ ლამაზად იყო აბაზანები გაკეთებული, რომ რა ვიცი. იცი როგორი ისინი ქონდა ფილები გაკეთებული. თითქოს ზღვა იყო ნახატებით. ისინი რა ქვია. არის ეგეთი მე. ზოგს ოქროს ფერი ის ქონდა ონკანები და ისინი. მას რა ქვია წყალი რომ მოდის. დუში. ზოგს შავი ქონდა, ზოგს ის ქონდა რა ქვია. ჩვეულებრივად როგორც ფერიც არის. ისეთი ლამაზი ისინი იყო აბაზანები რომ რა ვიცი. გავაკეთებთ ნელ-ნელა ეხლა ტრაპიც უნდა დავაყენოთ მან და ტუალეტიც აქ იქნება ხალხო. ო, ბუდიში. კარები გაკეთდება რა თქმა უნდა აქ. ახლა მარანთონ კარები აქ კარები იქნება და აბაზანაშიც კარები როგორც იქნება. ო. ის ძველი რაღაცეების შესანახად გვექნება, აი რაღაცეების ის ძველი. იქი ძველი არ არის, რაღაცები უნდა შეყარო, ძველი რაცაც ისედაც ისე არ იყენებ დიდად. ისინი უნდა შეყარო. და აქ ლამაზად მოვსკვნით. მე მგონია კუხნა გადმოვა. აქ შუაში. იქინე მისაღები იქნება. მაგრამ დავიწვევით იქ ზაფხულში მისაღებში. რატო? სიცხე იქნება. შეიძლება კედელი ამოიღო და ჩასვა ფანჯარა. იქით მხრიდან. კარებიც იყოს და იქით მხრიდან ფანჯარა რა უშო. ან კონდიციონერი უნდა დააყენო. კონდიციონერი უნდა დააყენო მანდ. ხო? ხო. და თუ დაგცხება კიდე გამორთე ის კონდიციონერი და გადი გარეთ. მაგრამ გარეთ რას გაყვალ? ალბათ ღამე უნდა გახვიდე გარეთ და კოღოებით ჭამენ. თუ კონდიციონერი თუ დაგცხება კი არ თუ შეგწივდება. თუ შეგწივდება, ხო. შენ რა თუ დაგცხება ზაფხულში ცხელა და ზაფხულში ზედა ცხელა და რას დაცხერა? აი. აბაზანაი. შეივარდები, გაიბანე. ოღონდ დუშკაბინები იყო მეტწილი იქ, მაგრამ დუშკაბინაში მე არ შევალ. არა, დუშკაბინა არ გვინდა. ნამდვილად დუშკაბინას არ გავაკეთე. აი ესე უთკუთხედად. არა, ჩვეულებრივად. ასე სამკუთხედად გავაკეთე, კუთხეში ის იქნება აქეთ, ვან ტუალეტი იქნება. ასე უნდა გააკეთო. ხო. ასე აქეთ კედლიდან. ასე უნდა დაიწყო და მე ასე. ხო. ხო. უთკუთხედი. ხო. გოხდათ იქნება. როგორც ცოტა მაღალზე უნდა ქნა, რომ აქეთ წყალი არ წამოვიდეს. მე ტუალეტიც იქნება. ხო, ის არის ხელისაბანი, ტუალეტი, უნიტაზი. ყველაფერს დავაყენებთ. ახლა ვიღაცამ არ დაწეროს, მაგებზე ნუ ლაპარაკობ, თუ გავგიჟდები, ნამდვილად გავგიჟდები. დავაყენებთ მაგებს, ტრუბებს მივუშვებთ, ორმო ამოღებული გვაქვს. ამოღებულია ორმო და ჩავა ორმოში. ხო. აქ ოღონ იცი როგორ უნდა გავტეხრო დიფსოთი. ორმაგათ და დიფსოთი და მე აქეთ ხარ ეს წყალი ხო არ მოისხმება იმას.
არც ორთქლი არაფერს არ უძავს. ბორტოჩკა მით უმეტეს ფანჯარაა მანდა. აბაზარაც იქნება და ისიც რა ქვია. შმარარი. ხო რა. მე მხელა გზას არ უნდა სარ გამოილი ამოხვალ აქვე. არა, აქვე ამოხვალ ჩაირბენ, ამოხვალ მთელი დღე აქავართ და. აბაზარიდან იქიდან აბაზარიდან რო გამოდიხარ, მით უმეტეს ზამთარში, ზაფხულში ეგ არაფერი, მაგრამ ზამთარში ძალიან რო ცივა. აი ახალი წლის პერიოდებში რო გინდა დაბანა და ძალიან რო ცივა. რო გამოივი, სანამ აქამდე მოხვალ კი ისა გაკიდებული რა ქვია. ვირუსი რაღაცა. მე აქ იმდენად ის ფეჩიკი აღარ დაგჭირდება. პატარა პლიტას ვიყიდი რაღაცას, პატარას და ასულ არ ადგინდა. ჩადის სითბოდა. აქ მე კარმა დადგება და იცი როგორ სითბო იქნება. მით უმეტეს კრანს რომ მოუშვებ, იქაც ხუთბება. მაგრამ მაინც იქ მაინც ცივა, რატო? იქ მაინც ცივა და. სადა? იქ იმარანში. იმაში აბაზანაში. იქი? თუ როარ დაანტო პეჩი. იქი პეჩი როარ დაანტო, მაინც ცივა, ხალო. და აქ გააცხელებ წყალი, ცხელი ხომ მოდის, იქაც ხომ მოდის, მაგრამ იცი რატო გააცხელა იმ დღეს წყალი ხალხო? ედგა წყალი. ხანდახან ის რა ქვია, გამათბობელი. იმის დენის ხანდახან წყალს არ უშვებს ცივს. ცივს არ უშვებს ხანდახან, ხო? ხანდახან ისე ცხელი მოდის. ხანდახან იცი როგორ არის? რატო ხარ არის? ცივი მოდის, ხან ცხელი. ხანდახან რო გინდა რომ გაანელო, ცივი გამოგდის. ხანდახან კიდე რო გინდა რომ გაანელო, ისეთი ცხელი ჩამოდის, ისეთი ცხელი ხალხო რომ მოიხარშები შიგნით. ხო და გავაცხელე წყალი. რაღა, იმაზე გაზი დადგმული წყალი და რაღა თან ბაქში ცოტა გაიყო წყალი და სალევი აღარ იყო და ის აღარ მოვიდა ერთი ღამე წყალი და ბაქში ოდნავ იყო და წაიღო. მაგითო გავაცხელე წავიღე წყალი. კრუშკითაც ჩვენივად დავიბანე. არა, მე იმას კი არ ვიცახი. ადრესულ არ იყო ისინი აგვე დრუშები კი არა და დუშები ისე ჩვენივად ვიბანდით. როგორ არ იყო ჩემ ბავშვობაში იქ რო დავდიოდი იმაში. რუსთავში დავდიოდით აბაზანაში. ვინ იბანდა სახში, აღარავინ არ იბანდა. კი ქონდათ აბაზანები, არავინ არ იბანდა სახში. ყველა იქ დადიოდა. ადრე ხო ყველაფერი ჰიგიენური იყო და ჰიგიენა იყო და ისინი არ იყო რა ქვია, ბაქტერიები და ისინი რა ქვია, ვირუსები ახლა მოიგონეს რაღაცა. დედა დალიე ყელის ტკივილის წამალი დალიე და ჩაგი სუფთავებს არის წამალი, რო არ იყოს კიდე. აი გემო აქ თან. ხო, არა აქ ცუდი. შეერტორები წუტნი. ის დორცალია. და წუტნე მე. ის არის რა ქვია. 200 მომბობდი. აბანოზე ვიძახოდი. ახლა რო ის აბანოები იყოს, ის საერთო აბანოები, ხო? იქიდან სანამ დაიბან. სანამ რაღაცას იზამ. ფერს გამოადგან თუ არა უკვე ის აკითხდება რა ქვია. ციგინი, ვირუსი. რაღაცას მოიტან ბაქტერიას, რაღაცა დაგემართება. ეს არის და ადრე იცი რა იყო. კუპეებიც იყო შენ შეხვიდოდი. ო მარტო ადამიანები საერთოები. არის საერთოდ კი კუპე ჯოია იმდენ წინტრაკ ხარ. ისე კუპე ჯოია. კაცების ცალკე იყო, ქალების კიდე ცალკე იყო. ხო და მით უმეტეს კიდე. კუპე ჯობია შედი შენ იმაში რა ქვია. საცალოის აბაზანა ჯობია. იცი რა ხელა იყო, რა ხელა ოთახი იყო იცი. ხო შედი ოთახი, მარტო დაიბანი ჩაიძვი გამოდი. თან თითო გუში კი იყო. თითო კი არის იდგა. 2-3. ერთ ოთახში? ხო, ერთ ოთახში. იცი რა ხელა. აქეთ იყო ესე გატეხრული იყო, აქეთ გაიხდიდი. შეხვიდოდი იქანა, ჩაკეტილი ჰქონდა თავი-თავი. რა თქმა უნდა იმას დაკეტავდი რა თქმა უნდა. ხო და შეხვიდოდი. ვიღაცამ რო არ შემოგიღოს კარები. ხო და შვენივრად დაიბანდი. ხო. იცი მოგიგენი რამდენი შამპუნი ხო შენი მიგონდა და საპონი? კი გაცობა. მაჩალკა. ყველაფერში რა თქმა უნდა. ხა იქაც იყო, მაგრამ ჩვენი მიგონდა ჩვენ. ტანსაცმელი სუფთა. ხა საგარეო ტანსაცმლის ხო ჩაიცვამდი იქ.
მიდიოდი აბა რუსთავში ჩახვიდოდი აბა სახლთასაც მთხოვარ წახვიდოდი და იქ გამოიცვლიდი მე. გამოიცვლიდი სხვა წაიღებდი, სხვა ჩაიცვადი მე. რომ დაიბანდი. არა, შიგნი გამოსაცვლელებს გამოიცვლიდი გიორგი. საცვალს, მაიკას, რაღაცას ელემენტარული და ჩაიცვამდი ისევ იმებს რა, აუჭავდა. ერთხელ წამოვიყვანდი ჩემი ხინკალი ის ვაჭამეთ პილმენი, მამაჩემი არ არსებობდა. ახლოსი იყო ის საპილმენი და მე რა გემრიელი პილმენები იყო. იმის გიმორ და მავიწყდი ბაჭი. ორი პორციებით იყიდებოდა თეფში რამდენი პორციას. ერთი პორცია ის ერთი თეფშის ქვია, ერთი პორცია იყო. მეორე ერთი ადამიანისთვის. ხო, ერთი პორცია. ერთი თეფში. თუ მეორეც გინდო და მეორე პორციასაც გამოიძახები, მოგიტან. ხო, 2-3 პორციას წამოღებად შეგეძლო ჩაულებრივ თქვავით. კი, ხინკალი ერთხელ მამჩემ მომიტანა ის მაღალი ისო ყვავი. მაგით. რაღაცა ცუდად ვიყავი და ის ამომიტანა ხინკალი. ისე საშაურმეები და ისინი არ იყო ადრე, ხო? ახლა უფრო შემოვიდა. შაურმა და ეგეთი და ალბათ იყო რა, არა, იმდენად არ იყო გიო. არა. ეგენი ახლა უფრო შემოვიდა ბურგერები და ეგენი ამ ბოლოს შემოდის. ახლა უფრო იყიდებს ფეხს. ხო და არა, ეგეთი რაღაცები არ იყო, ბურგერი იყო ხინკალი, და მე იცი კაბაბი იყო. კაბაბი არ მიყო. კატლეტი კაბაბი იყო. ახლა ცარი. მაგრამ და ესეთი რაღაცები იყო რა. კაბაბი როგორ იმაში რო არის გახვეული რა ქვია, ლავაში. არა, მაშინ არ იყო ლავაში გახვეული. ამ ზემოდან რო რაღაცა მე ზემოდან გძელი იყო თეფშზე და გიდებდნენ და ტომატს მოგისხამდნენ ასე რაღაცა. ეგ ხო ეგ ისე ეს გძელი ახლა გძელი არა არის კაბაბი ასეთი. ახლა იმებში არის გახვეული ლავაშებში ზემოდან მოთხლიზნილი აქვს რაღაცა თეთრი მაიონეზი თუ რა არის ვიცი. ერთხელ მე და მამა ჩემი შევედით საკაბაბი იყო აქ ლილოში. იმას მეორედ რო გოღაშებ ჯამ. ფუ შენ არა ჭამკდი, შენ ქუჩაში არ. ერთხელ რო თვალის ექიმთან რო ვიყავით გიორგი რუსთავში და რამდენიმე ჭამეთ იქ. რესტორანში რო შევედით. რესტორანში რა ვაიმე რა გემრიელი ისინი იყო. რესტორანი იყო თუ კაფე იყო? კაფე იყო რაღაცა, პატარა კაფე იყო რაღაცა. ოღონდ იყო საჭმელები რაღაცეები. არა გემრიელი რაღაცეები იყო. ხაჭაპური იყო. ხაჭაპური პიცა იყო. ხო. ცეზარის სალატი შეუკვეთე მე, ცეზარი მივირთვი. ხო, რაღაცეები იყო, ხო. ხო, რაღაცეები იყო ხო. სხვათა შორის ლილოშიც ბევრი სასადილოები იყო. ხო. შევდიოდით ხოლმე სოსისებს ჭამდით ხოლმე მათ. ახლა სად არის რა ვიცი, ალბათ გააქრეს. აი მან შაურმა რო არის ახლა. ადრე იყო ის არა ქვია. მან ჭამე კაბაბი. მანდა? მაგ ადგილას ზუსტად. ხო, შესასვლელში რო არის? წინ არა, უკან. ჩვენ რო ყიდულობ. ხო, მე რო ყიდულ ხოლმე. წინ საშაურმე კი არ არის. არა. რაღაც ჰალალის ის გაიხსნა რა ქვია, რესტორანია. ხო, რა ვიდა. არა, ის შაურმაც მაგაში შედის, ხო? კაბაბი, შაურმა და ეგეთი რაღაცეები შედის. ხო, და ის არის. კაი იყო. კუბდარი, ადრე ხო ჭამდი კუბდას. რამდენი ხაჭაპური შეუკვეთეთ იქსა. თანამხელა ხაჭაპურები იყო რუსთავში. ხაჭაპურზე გამახსენდა ხალხო, TikTok-ში ხდება ხოლმე უკრაინელები კი არის, ჭამს ხოლმე რაღაცებს, ვაიმე და რამდენი ვიცი ის შეხვდა. სხვადასხვა ქვეყნის იმებს სინჯავს ხოლმე. და იმ დღეს ესაო ხაჭაპურიო, ის რო არის. აჭარული ხაჭაპური, ნავივით რო არის. აი, სადიპოა ისე. ჰა? შეიძლება გავაკეთო. ხო, სადიპოა ისე გახროგილი ხაჭაპური მაგ ვერ გავიგე. კვერცხი ხო უნდა, კვერცხით არის კარგი. გახროგი, ნავს კი არა გავდა. შოთის პური რო არის, ასეთი წვრილი. ისეთი იყო. ყველი იმას ნორმალურად არ აქვს და გადატეხა ბრახი ბრუხი გა. რა ხარო ხობდა? კაცნო. კაცად კუცი.
ესე გაჩხიკული კარტოფილი კი არა და ხაჭაპური აჭარული ხაჭაპური საიდან იპოვა ერთხელ ხინკლები იმას აქნა რა ქვია ისინჯა თემუდან რო ხინკალი გამოიწერა ზუსტად ესეთი წვრილი რაღაცა ნიბუჩებული შეხვეული თვითონ გააკეთა ალბათ და ხან მე ქართველები ქართულად წერენ ხოლმე საიპოვე ეს გახრე მინეოლის გაჭრიკული ისაო რა ქვია ხაჭაპური თემუდან განეიწერეო თემუდანო ო მართლა აბა თემუდან რო რაღაცას გამოიწერ და ის მაგალითად სკამს რო გამოიწერ თემუდან და ეხლა რო ელოდები რა ჩამოგივა და სურათი რო ჩამოგივა ვიღაცამ ხო გამოიწერა ერთხელ თემუდან პირველად რო თემუ შემოვიდა ჯგუფში რო გავწერვიანდი ვიღაცა წერდა ჯგუფში რომ თემუდან გამოვიწერო შემხვდა რაღაცა კაი დივანი და ისინიო რა ქვია აი ამაზე დასადგამი დივნები როა დაწვრული ეგეთიო და ერთხელ კიდე ხო დივანი კი არა ისა რა ქვია ბუდესაქანელა როა ხო და შემხვდა ახლა იაფათო დავაჭირეო და ხალხო ის კი არ ჩამომივიდაო რა ქვია სურათი იქნებოდა სურათი არა სათამაშო ყოფილა ის კი არ ჩამომივიდაო დიდიო მე დიდი მეგონაო ჩვეულებრივად ამ ხელა სათამაშო ის ჩამომივიდა ველოდებით ოჯახიო საფუნდები წაყოდიო გეგმები დავაწყეო თან რაღაცა სასაცილოდ იწამო დაწერა გეგმები დავაწყეო ხა ზაფხულშიო აივანზე გავიტანო იქ დავდგავო იქ ყავას დავლებ ხოლმეო ისა რა ყავას დალევ ჩამოვიდა ამ ხელა რაღაც სათამაშო იცადე წავედი ეს რა მაგალია ხო დიდი სურათებია და შეიძლება სურათი დიდებს ხო და იმ სურათში მე ისინიც არის ხოლმე რა ქვია იმას შეფასებები კომენტარები ზოგ სურათებიც უდევს როგორ ჩაუვიდა თუ არ ვარ ესე იგი იმ სურათებს უნდა გადახედო და თუ არ ვარ და არ უნდა გამოიწერო ბუდესაქანელა და ის ბუდესაქანელა და ის ჩამოუვიდა რა ქვია სათამაშო რაღაცა იაფათ იყო რა ვიცი მე რატო და ნუ თუ ახლა ადამიანები დაფიქრდა იგერ იაფათ რატო იქნებოდა 35 ლარი თუ რაღაცა ყიდა ამ ხელა იქნებს საბავშვო პლასმასის რაღაც სათამაშო პლასმასის ხო ბავშვის გეგმები დავაწყეო თოჯინისთვის ხო ან ბავშვი რო ჩაჭდეს არა თოჯინისთვის რა სათამაშო რაღაცა პლასმასი ბავშვმა რო ითამაშოს თოჯინა ჩა გეგმები დაუწყია ისე დავლევ ყავასო ისე დავდგა რას დადგამს სათამაშო ჩამოვიდა რაღაცა ისე შეიძლება სკამი რო გამოიწერო სურათი ჩამოგივიდეს სკამი რო გონია ახლა როელოდები სულ მოუთქმენლად როელოდები და რაღაცა ის ჩამოგივა რა ქვია სათამაშო ან სურათი ვითომ თოვლის ბაბუო მეორე დიდი ეგონა დიოდი ხალხო ახლა რა მომივიდა არ დავაუკვირდი იმებს ზომებს კი დავაუკვირდი მაგრამ ერთი სხვა ზომა ეწერა მეორე სხვა ზომა ეწერა მე მეგონა დიდი იქნება თოვლის ბაბუო ველოდებოდი ახლა მეორე თოვლის ბაბუა ჯერ მეორე თუ ერთი გამოვიწერე იმისთვის რა ქვია პატარა ნაძვის ხესთვის არ დამიდია პატარა ნაძვის ხესთან დიდი იყო პატარა ნაძვის ხე დიდი იყო ხო ნაძვის ხე უფრო პატარა იყო ვიდრე ისა ხო ახლა მეორე ნაძვის ხე კიდე მეორე ის რა ქვია თოვლის ბაბუა გამოვიწერე მე მეგონა ჩამომივიდა და ამხელა მე მეგონა დიდი იქნებოდა რა დიდი ხალხო ჩამოვიდა იგივე ზომის არის ზუსტად ოღო უბრალოდ ფერით განსხვავება თორე ზუსტად იგივე ზომის არის ო მე ვიძახოდი რომ დიდი იმაზე დიდი მინდა გამოვიწერო რაც ამაქვს თოლის ბაბუა დიდი თოლის ბაბუა იმაზე დიდი იქნება თქო რა იმაზე დიდი კი არა ის არის რა ქვია იღლიაში ამოიჭრეს
წაიღებს პატარა ზუსტად იგივე ალბათ ზომას არ დავაკვირდი თუ რატო გამოვიწერე ერთხელ ვიღაცა იძახო და ნაძვის ხე გამოიწერა AliExpress-იდან ხალხო გამოიწერა აღარ მახსოვს ნაძვის ხე გამოიწერა AliExpress-იდან იცი რა ქონდა ფეხები არა ქონდა არ მოყვა და თავი ორი ნაწილი იყო მარტო მე ხადამშვიდობა დედა ერნე პონტი მე რა ვიცი ორი ნაწილი ფეხები არა ქონდა და ფეხები ცოტა გაშლილი ხო ფეხებთან დაბლა ბოლოში მე ზემოდან ხო კიდე ცოტა საშუალო უნდა ეგ ორი ცალი ქონდა ფეხები და თავი არა ესე რომ უნდა იყოს ეგ არ ქონდა ისევ ძველი ნაძვის ხედავდიო რაღაც მინდოდა ისაო ეს ხაში მოკლასემ რომ გამოიწერა ო ჩემმა კლასელმა გამოიწერა ეგრე თავი იმას არ ქონდა ფეხები იმას არ ქონდა და ნეტარის რაერთ უნდა დაგედგა ალბათ უნდა ჩამოგეკიდა ან ხელში დაგეჭირა იმისავით რა ქვია თავისუფლების ქანდაკებას რო უჭირავს ის ჩირაღდანი ისე წავედი ახლა ხალხო დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით აბა ჰედა აბა ხო კარგად ბაი ვეცდებით აღარ დარიკარგებთ